ჩვენ ყველაფერი დავივიწყეთ, რაც დღემდე იყო, დავამბობთ, აწმყო წარსულთანაც ბარი-ბარშია. ახლა კი ვზივართ კუთხეში და ხმამაღლა ვფიქრობთ საქმე რაშია, რომ ვიცოდეთ საქმე რაშია. არც არაფერში ჩემო მტკვარო, ჩემო რიონო, არც არავისი უფრო სწორად, რადგან ასეა, ქვეყანა სადაც რევოლვერით სამაგიეროს, გადახდას უფრო გაცილები დიდი ფასი აქვს ვიდრე სიყვარულს, ვიდრე მშობელს, ვიდრე მაცხოვარს. და ვფიქრობ ახლა მაცხოვარი ხსენება დარღილს ქალაქში, სადაც არ ვინუყრეს ხურდას მათხოვარს და ყველაფერში გამუდმებით ეძებენ სამხილს დასავლეზღებულ და სასმენა და კიდევ 1000, თუ 100,000, თუ მილიონს ნახავ ეპითეტს, თუ ამოიღებ ხმას და იტყვი ილიას მსგავსად, რომ ქართველი ხარ და რომ გული ამდენს ვერ იტევს და გიმიზნებენ გაცხელებულ შუბში იარაღს. და გაცხელებულს იმიტომ, რომ პირველი არ ხარ, ვისაც დღეს კლავენ და ვის მშობლის გულში ზიარას ტოვებენ, რათა სიკვდილამდე მატლებმა გახრან მათი სხეული, მათი სული, შვილმკვდარი სული, რომლებიც ალბათ ვერასოდეს იგრძნობენ შვებას, რადგან თვალები მშობლებისა ყოველთვის სრულად აღიქვამენ და გრძნობენ, რაც კი გარშემო ხდება, ან კი რა ხდება სასიკეთო, იქნება მითხრათ სასიკეთო რა ხდება, ან კი შედის სოროში, ან შეძვერი, როგორც ის ვირთხა, რომელმაც თავი დაუხარა ყველა იმ მახვილს, რომელიც ტერმა მოუქნია. შენ კი იცოდე, რომ საქართველო ერთი სიტყვის უფლებაც არ გაქვს. მე ვარ ის შვილი, რომლის გამო ცხრავე სიცოცხლეს და უფიქრებლად და უთქმელად გაიღებს მამა, რომელიც ყოველ დილით გადის სახლიდან, წელში მოხრილი, დამტვრეული, დაცლილი მამა, რომელიც ცხოვრება დასაწყები არის ახლიდან ამბობს და თვალებს დედაჩემის ხელებში მალავს, რადგანაც ხვდება, რომ ტკივილი სათქმელად არ ვიქს, რომაც ჩვენ თვითონ გამოვავლით ადრე თუ გვიან, რადგან ჩვენ სახლში საუზმეს, სამხარს ვახშამს თუ სადილს ხმელპურზე მშრალად გადასმული კარაქი ჰქვია და ამის შემდეგ ადგებით და დაგწდება ისევ, რომ არ აუშავს, რომ რა უჭის, რომ ხდება ხოლმე და რომ ამ თითებს გამომშრალი ტოტივით ვიმტვრებთ და რომ ამ გვამის წასახებად ოდესმე მოვლენ ანგელოსები, დემონები ან ღმერთი თვითონ ჩამობრძანდება თუ ჩამოვა ზეციდან კიბით, რომელზეც ვამბობთ, რომ ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, ვითომ სინამდვილეში გვეშინია გახედვა იქით, სადაც ღმერთია და დამთავრდა დასრულდა მორჩა და ყველა მიგვიხურა ცხვირწინ კარები და გვიკვირს ახლა საწავი და ხვიჩა და გოჩა იმ ქვეყანაში, სადაც ყველას მათი სახელი ჰქვია და მიდი გაიარე ბალაღზე ცხრიან და გაიხსენე სახელები თამას და ოთარ და ვისაც მართლა თმის ღერამდე ქართველი ჰქვია, აი ყოლიე აჯანყი აყარე, ხოდა სხვებმა იძინონ, ინებივრონ გადეხონ ფიცი, შენ კი იცოდე, რომ არა გაქვს ცილის უფლება, მე შენ გითხარი, მაგრამ ვინძლო შენ უკეთ იცი, თუ რა ფასი აქვს ღვთის ნაბოძებ თავისუფლებას.